გამარჯობა, ძმების პოდკასტის მორიგი ეპიზოდის დროც დადგა. მე-11 დავთვალოთ, კაი, მე იყოს მე-11 ეპიზოდის დროც დადგა და ვიმყოფებით PUB 44-ში. მადლობა მათ ამ სივრცის დათმობისთვის. ძმების პოდკასტი YouTube-ზე, TikTok-სა და Facebook-ზე ამ სახელწოდებით გამოგვიწერეთ, გამოგყვევით, მოიწონეთ ეს ვიდეო, კომენტარები დაწერეთ. სტუმრის სურვილი, ვისი სურვილი კი არა და ვინ გსურთ რომ იხილოთ შემდეგ და მომდევნო ეპიზოდებში და ასე შემდეგ. მოკლედ იაქტიურეს თქვენც, იმიტომ რომ ჩვენ არ ვაპირებთ გაჩერებას და ჩვენ ვიაქტიურებთ. ყოველ იმაში უნდა ვთქვათ, რომ 2000 subscriber-ზე YouTube-ისთვის 2000-ზე რო ავალთ, ჩვენ Facebook გვერდზე გათამაშდება ხვიჩა კვარაცხელიას ფორმა თავისი ხელმოწერით. კარგი, ეს ვთქვით, რაც უნდა გვეთქვა და დავიწყოთ მაშინ და დავიწყოთ კალათბურთით ამბით. ხო, ჩავარიხინოთ ამბით. გეტყვით რომ თორნიკე შენგელია საკალათბურთო სერიას რეგულარული სეზონის სიმბოლურ ხუთოულში მოხვდა. ეს არც არის გასაკვირი, იმიტომ რომ ნამდვილად გამორჩეული არის თორნიკე ვირტუსის შემადგენლობაში და არა მხოლოდ ვირტუსის, თლიანი ტურნირზე და მხოლოდ ის არის ვირტუსიდან, ბოლონიადან მხოლოდ შენგელია. ზედზედ მეორე სეზონია ეგრე არის და ამ ყველაფერს დავამატოთ ისიც, რომ თორნიკე იბრძოდა MVP-ისთვის, ტიტულისთვის და მეორეზე გავიდა წელსაც და შარშანობს. კი ბატონო. და ისიც ბარემი აქვე ისიც აღნიშნოთ, რომ დიდი ალბათობით თოკოსთვის ბოლო სეზონია იტალიაში და წავა ბარსელონაში, როგორც იწერება და გუშინ კიდევ ერთხელ დაწერა მარკამ, რომ ძალიან ახლოს არის თორნიკე ბარსელონაში გადასვლა. ხო, ეს დიდი ამბავია და კარგი ამბავია ბარსელონაში. და რა თქმა უნდა, ბარსელონაში ქართველის გამოჩნდება. ხო, სტატისტიკას ვიტყვი, რა სტატისტიკი დაასრულა მან რეგულარული სეზონი დაახლოებით 25 წუთში, მისი მონაგარი იყო 14 ნახევარი ქულა, 5.7 მოხსნა და 2.9 ასისტი, რაც მართლა ხო, ფანტასტიკური შედეგი არის. პატარა აღარა ეხა თორნიკე და ისიც ვთქვათ, რომ ვირტუსმა რეგულარული სეზონი პირველ ადგილზე დაასრულა და მასში რა ქვია, პლეი-ოფში მისი მეტოქი არის ვენეცია, სადაც 2-0 დაწყდა. ხო, ეს ეპიზოდი რომ დაიდება უკვე 3-0 იქნება და დასრულებული იქნება ყველაფერი. თავი ფავორიტი არის ვირტუსი, ალბათ ოლიმპია მილანოსთან ერთად სერიას მოგების. მოკლედ ეს თუ იქნება ბოლო სეზონი თორნიკესთვის, ხოლმე წარმატება შეგვიძლია უსრულოთ ახალ გუნდში. ბარსელონა არ არის პატარა ამბავი ნამდვილად, კი. ბარემ NBA-ზე ვთქვათ 1-2 სიტყვა, უკვე რეგულარული სეზონი კი არ და რა პლეი-ოფების ფინალები მიდის კონფერენციების, აქეთ მინესოტა და ოკლაჰომა არიან და ოკლაჰომამ დაიწყო უკვე მოგებით და მაგრამ მოგუგეს მინესოტასაც პირველი თამაში და რა თქმა უნდა მთავარი ფავორიტები არიან ტიტულის და იქით აი დღეს გამთენისას გაიმართა და ინდიანამ კვლავ განაგზობს ჩვენ გაოცებას, იქ კლივლენდს რა უქმნის 4-1 მოგუგეს და ეხა აქეთაც უკვე დაიწყეს ნიუ-იორკში მოგუგეს ნიუ-იორკს და ნუ მოკლედ მაგარი თამაშები გველის წინ და კარგი ფინალი. ვისი ამონოთ კარგი სპორტი. ხო, რა ოკლაჰომასკენ ვარ, მე რო არ მოგეტყვი, იმიტომ რომ თან სუპატარო ბიჭები არიან, გამოუცდელი ბიჭები არიან, შაი რამდენი მესამე სეზონი, მეოთხე სეზონი უკვე დაფრინავს და ეგეც აღნიშნოთ, რომ MVP გახდა შაი. ბატონო. და ნუ მოკლედ იოკიჩ რა უქნეს ბოლო თამაში, როგორ გააგდეს დენვერი, ეგეც აღსანიშნავია და ნუ ალბათ არავის არ შესწორზალა რომ დაამარცხოს ოკლაჰომა და ძალიან ბედნიერი ვიქნებით თუ მოიგებენ, იმიტომ რომ ძალიან გამოუცდელი გუნდია, სუპატარო ბიჭები არიან და სასწავლო დაცვას თამაშობენ და ნუ რა მოკლედ მოდი ამაზე შემდეგ გადაცემებში ვისაუბრებთ, ხო, ფინალში იქნება, სუპერფინალიც იქნება ამასობაში. ას შემდეგ და ას შემდეგ. გადავიდეთ რაგბიზე გადადით და მნიშვნელოვანი ამბავია, იმიტომ რომ ჩვენ 5 ივლისს საქართველოს ნაკრები ითამაშებს თბილისში ირლანდიის წინააღმდეგ და ამ პერიოდში მაშინ როცა შავი ლომში მოთამაშე მორაგბეების დიდი ნაწილი საქართველოს ნაკრების წევრია, მათთვის ტონუსში ყოფნა, ფორმაში ყოფნა, თამაშის წინ მნიშვნელოვანია. ხო, შავი ლომი გაემგზავრა შოტლანდიაში და ამ ხანაგურ მატჩებს, ტესტ მატჩებს მართავენ, ხო, რაგბიში ტესტ მატჩებია. პირველი თამაში ვითამაშოთ უკვე ედინბურგთან და მოუგეთ. მართალია აგუნც, ანუ ედინბურგი აიღო. მაგრამ მოუგეთ შოტლანდიაში შოტლანდიურ გუნდს, არაერთი ახალი სახე არის შავ-ლომში და დარწმუნებულია რომ არაერთი სახე იქნება ეროვნულ ნაკრებშიც, იმიტომ რომ შავი ლომი ძალიან მაგრა ეხმარება ბოლო წლების განმავლობაში ნაკრებს და ნაკრების ერთ-ერთი მთავარი ბირთვები ვინც იყვნენ შარიქაძე და სტარები, ჭალებში რო ვთქვათ, ხო, ვარსკვლავები შავ-ლომშიც გადმოინაცვლეს მერე და ვინც მაგალითად ტოპ 14-ში და ინგლისის ჩემპიონატებში ვერ გააგრძელეს თამაში, თამაშობდნენ შავ-ლომში და ჩვენს გვეხმარებოდნენ აგერ ჩელენჯს და
ბარემის აღნიშნოთ, რადგან ჩელენჯში მოხსენე, რომ ხვალ, ანუ ეს ეპიზოდი რო დაიდება უკვე გარკვეული იქნება. დავით ნენიაშვილის, ბექა საღინაძის და ირაკლი აფციაურის და ბექა შვანგირაძის ლიონი ითამაშებს ჩელენჯის ფინალში. წარმატებები უსურვოთ. წარმატებები უსურვოთ. რა რანგის მორაგბეები არიან, ამაზე მე მგონი აღარ ზღირს საუბარი და ყურადღების გამოხატვა. კარგია, თუ გახარებულები და ტიტულით ჩამოვიდნენ ბიჭები ნაკრებში ესეთი მნიშვნელოვანი ტესტ მატჩების წინ, უფრო კარგი იქნება, მაგრამ სულ რო ვერ მოიგონ დარწმუნებული ვარ, რომ წელს არ დაიშურებენ და მონდორობას არ დააკეთებენ. ირლანდიასთან ეხლა ორმაგი мотиваცია იქნება, ეგ ახსოვს კვესელაძეს რა თამაში ჰქონდა ირლანდიასთან, მაშინ ირლანდიაში რო ვითამაშე. ხო, რა, სულ ისეთი მეტოქი მყავს. დებიუტი ჰქონდა ირლანდიასთან ნინიაშვილს და მისთვის ორმაგი мотиваცია იქნება. მოკლედ კარგია თუ ფორმაში იქნებიან ამ თამაშის წინ ბიჭები და წარმატებები უსურვოთ მათ აუცილებლად და ბოლოს ისიც ვთქვათ, რომ ეროვნული ლიგა მიმდინარეობს. და უკვე 16 ტურია ნათამაშები, ამ 16 ტურის განმავლობაში გამოკვეთილი ფავორიტი არის მოქმედი ჩემპიონი იბერია, იბერია 1999, რომელიც 40 ქულა აქვს და უსწრებს მე მგონი 6 ქულით, ხო, თუ რაღაც ეგრე 7 ქულით უსწრებს გორის დილოს, რომელიც მეორეზე, მერე მოდის ბათუმის დინამო და მერე არის დინამო თბილისი, თანაბარი ქულა აქვს დინამო თბილისი და ქუთაისის. ხო, პირველ იბერიას გარდა ქვემოთ სულ დაძაბული მდგომარეობა, იმიტომ რომ ძალიან ახლო. მაგრამ იბერია ძალიან წინა. ხო, ძალიან წინა კიდე. მოდი იცია, ვთქვათ კიდე. ერთი ვთქვათ, რომ სადაც ახლა ჩვენ ვიყოფებით პაბორ 24-ში, იბერიას ფან-კლუბი არის და შეგიძლიათ რომ იბერიას თამაშების გასვლითი თამაშების დროს, ვინც ვერ გაყვებით გუნდს სხვა რეგიონში, საქართველოს სხვა რეგიონში, მობრძანდეთ და აქ უგულშემატკივროთ თქვენ საყვარელ. თან ძალიან კარგი იქნება ის, რომ ეხა ერთ თვეში უკვე დაიწყება საკვალიფიკაციო ეტაპი და ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციოზე იქნება იბერია და მობრძანდით ძალიან კარგი სივრცეა. რომ მოხვალთ მე მადლობას გადავიხდით, იმიტომ რომ ძალიან მართლა ისეთი სივრცეა, რომ კომფორტულად იგზნო თავს და ძალიან კარგ გარემოში უყურებთ ფეხბურთს. არ მგონია ბევრი ეგეთი იყო სამქალაქში და მოკლედ გირჩევთ, რომ იბერიას თამაშებზე შეგიძლიათ მობრძანდეთ პაბლო 24-ში და უყუროთ იბერიას თამაშებს დიდ მონიტორებში. ჩვენ გვინდა რომ ხშირ-ხშირად ვილაპარაკოთ შიდა ჩემპიონატზე, უფრო მეტი ყურადღება გავამახვილოთ იმ პრობლემებზე, იმ რაღაცა პერსპექტივებზე, რაც შეიძლება იყოს და ამასაც გვირდებით, რომ ამას აუცილებლად გავაკეთებთ და დავიწყებთ უახლოეს მომავალში, მოდი ამის პირობაც მივცეთ ჩვენ მაყურებელს. რაც შეეხება დღეს კიდე ვილაპარაკებთ ბევრს ევროპულ თუ დამთავრებისკენ მიყავს, ბარემ ამას ვიტყვი, რომ ეხლა მომივიდა notification-ი. აბა მესიჯი, რომ ნიკოლოზ ბასილოშვილმა მოიგო და ერთი თამაში დარჩა როლან გაროსის ძირითად ვადაში გადასასვლელად საკვალიფიკაციოს თამაშობს. პირველი თამაში მოიგო, მეორეც ეხლა ვაჩეროს მოუგო მონაკოელს და ფრანგს დაუპირისპირდება ზუსტად სახელი არ მახსოვს მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში. და თუ გაიმარჯვეს, მოხდება როლან გაროსის ძირითად და ბარემ აქვე ისიც აღმოჩნდა, რომ ბორდოს 125 ქულიან ჩელენჯერზე ითამაშა ნიკოლოზმა წინა კვირაში და კვირას ითამაშა ფინელი. სამწუხაროდ ფინალში დამარცხდა, მაგრამ ფაქტია რომ კარგ ფორმაშია და ეხა სტიხაზე თამაშობს და როლან გაროსზე დიდი იმედი მაქვს, რომ წარმატებებს უსურვებს და დიდი იმედი მაქვს, რომ ცოტა შორს სწავლა რა. კი ბატონო. და დღეს ვილაპარაკებთ ფეხბურთზე ბევრს, იმიტომ რომ სეზონის ბოლოა, ჩემპიონთა ლიგის ფინალი, ევროპა ლიგის ფინალი უკვე გულში მოვილიეთ. ჩემპიონთა ლიგის ფინალი და კონფერენციის ლიგის ფინალები წინ არის, თამაშები იყო, გამორჩეული თამაშები იყო სეზონის განმავლობაში, ნუ მარტო ბარსა ინტერის წყვილი რა დღის. და სანდრო ცნობილაძე იქნება ჩვენი სტუმარი და ვრცლად მიმოვიხილავთ ამ ყველაფერს. თან ძალიან ვრცლად ვლაპარაკი სანდროსაც ძალიან უყვარს ჩვენს ფეხბურთი და ვლაპარაკი ჩვენს გვიყვარს და მაქსიმალურად ბოლომდე დეტალურად ილაპარაკოს თუ არა სანდრო ცნობილაძე. სტუმრის ბლოგში სანდრო შემოგვიერთდება რამდენიმე წამში, მანამდე კი კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ გამოიწერეთ, გავუყვებით მევის პოდკასტი, Facebook, TikTok-ი, YouTube-ი, მოიწონეთ ვიდეო და დაგვიკომენტარეთ. წავედით სანდროსთან. წავედით. სტუმართან ერთად დავბრუნდით მეორე ბლოგში. ჩვენი სტუმარია სანდრო ცნობილაძე და ვილაპარაკებთ, მიხვდებოდით ალბათ, რომ ამომწურავად ამ მიმდინარე სეზონზე, საფეხბურთო სეზონზე და რა თქმა უნდა გამოკვეთილად იმ ფინალებზე, უფრო მეტად ჩემპიონთა ლიგის ფინალზე, რომელიც წინ გვაქვს და თან ხვიჩა ელოდება ინტერს მიუნხენში. მოკლედ ესეთი ამბავი გვაქვს, სანდრო. პირველ რიგში მოგიკითხავ, როგორ ხარ? გვიხარია, რომ პაუზის შემდეგ ისევ ჩვენთან ხარ, დაბრუნდი და ვილაპარაკოთ ფეხბურთზე. იმ საოცრებაზე, რაც მოკლედ ყველას გვაერთიანებს, მე მგონი განურჩევლად ყველნაირი შეხედულებისა. მე მინდა გკითხო პირველ რიგში ძალიან ბევრი სკეპტიკურად იყო განწყობილი ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის მიმართ. და ჩემი აზრით მე მგონი რომ უფრო მეტად სანახაობრივი გახდა ჩემპიონთა ლიგა, ვიდრე იყო სტანდარტული ჯგუფური ეტაპის
პერიოდში. ნუ პირველ რიგში მადლობა მოწვევისთვის, გილოცავთ ამ წამოწყებას და იმედია რომ იქნებით წარმატებულები ამ დიდ ოკეანეში, რომელსაც YouTube ქვია. რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგის ფორმატს, ნუ ამაზე ორი აზრი არ არის, ხო? ანუ პირველი ტურნირი ჩატარდა ამ ახალი ფორმატით. ცალსახად რაც შეიძლება ითქვას, არის ის, რაც შენ თქვი, ახალს და ორიგინალურს ყველაფერს ვიტყვი ახლა ამ შემთხვევაში, რომ სანახაობრივი თვალსაზრისით ძალიან გაიზარდა ეს ტურნირი, უგოლიანობა, სენსაციური რეზულტატები პირველ ფაზაზე და უშუალოდ ხო ამ ყველაფერმა მოიტანა ის, რის გამოც მე მგონი საერთოდ ამ ტურნირის ფორმატი შეიცვალა, იმიტომ რომ ყველას გვახსოვს ხო, იყო ხოლმე ჯგუფები, სადაც მაგალითად Manchester City-ს ახასიათებდა ხოლმე ეს რაღაცები, პირველ 3 თამაშს მოიგებდა, მეოთხეში ფრედ, ანუ განაღდებული ქონდა გასვლა კი არა, პირველი ადგილით გასვლა. და მერე იყო დაუშვათ ის ორი ტური თამაშობდნენ ფეხბურთელები, რომლებსაც არასდროს არ მიეცემათ აწის შანსი, არც იქამდე ქონდა და არც მერე და შესაბამისად ეს იყო მთავარი მინუსი ამ იმის რა ქვია ძველი ფორმატის. ეხლა ახლანდელ ფორმატში გვახსოვს ხო ყველას რომ აგერ ფინალისტის გასვლა იდგა კითხვის ნიშნის ქვეშ. და შესაბამისად იმ მხოლოდ იმიტომ რომ Manchester City-ს მოუგო არანორმალურად მაგარი თამაში, ერთ-ერთი გამორჩეული მატჩი არის ჩემი აზრით ამ სეზონის კიდე სხვა მატჩებთან ერთად, ოღონდ PSG City პარიზში ჩატარებული ის შეხვედრა მართლა ეს არის ერთ-ერთი გამორჩეული შეხვედრა არის, ხო სტატუსითაც ხო, იმიტომ რომ Paris Saint-Germain-ის City იყო და ბედი წყდებოდა Paris Saint-Germain-ის გუნდის და ნუ შესაბამისად PSG-ს გასვლამ ხო აი ეს დამატებითი ხიბლი შეძინა, ხო? გასაგებია რომ ყველას გურჩევნია რომ ესეთი გუნდები თამაშობდნენ პლეი-ოფში, ხო? იმიტომ რომ შემტევი გუნდია, ლაგი ფეხბურთის მოთამაშე გუნდია, ლამაზი ფეხბურთის მოთამაშე გუნდია, პლუს ხვიჩას ფაქტორი. ფინალამდე ისეთი ნახევარფინალი გაიმართა ჩემპიონთა ლიგაზე, რომ ეგეთი მე რასაც ფეხბურთს უყურებ და კონკრეტულად ჩემპიონთა ლიგასაც უყურებ, მე ესეთი წყვილი ორ თამაშიანი დუელი მართლა არ მახსენდება. Barça Interზე ვაპარაკობ. Barça Interზე ვაპარაკობ, ხო დამატებითი დრო და იმაზე არ 3-3 ორივე თამაში თან როგორი ორი თამაში და როგორი კამბექები და ასე შემდეგ. იყო საფეხბურთო ზეიმი ნახდათ რა ეს ორი თამაში რა. მოდი აი ეს ნახევარფინალებზეც ვილაპარაკოთ. ჩემი აზრით, ხო, ჯერთი აბსოლუტურად გათანხმები რომ ესეთი თამაშები არის უდიდესი იშვიათობა. მე გამიმართლა ვიყავი ერთ-ერთ ასეთ მატჩზე, ოღონდ იქ ლივერპული მილანის თამაში მაქვს მხედველობაში სტამბოლში ფინალზე და არანორმალური დრამატიზმი და დაძაბულობა. იმაზე მაგარს თუ საკლუბო ფეხბურთში რამეს ვნახავდი ეჭვმეპარებოდა, მაგრამ ნუ აი ამ ორმა თამაშმა გადაარტყა აშკარად. მე მგონია რომ ბარსელონა დაღუპა აი ამ ახალგაზრდულმა ასაკმა. ბარსელონამ ის რაც გააკეთა, ხო, ანუ იდეაში ტრებლია, ხო, სუპერთასი, ჩემპიონობა და თასი. და ესპანური ტრებლია. ესპანური, ხო. ამ ასაკის გუნდით ისედაც ძალიან დიდი მიღწევა არის. უბრალოდ ყველას გვინდოდა ალბათ გულის სიღრმეში რომ ბარსელონა გასულიყო. რამე თუ მისი ფეხბურთი უფრო ახლობელია ჩვენთვის ვიდრე დაუშვათ ინტერის ფეხბურთი, ინტერს კი არაფერს არ ვერჩი, მაგრამ სანახაობრივი თვალსაზრისით ბარსელონა რო ინტერის ჯობს, ხო, ამაზე ნუ ვიდავებთ, მოდი. ის რომ ბარსელონა არის ძალიან ახალგაზრდული გუნდი, ეს არის კარგი ერთის მხრივ, იმიტომ რომ ეს არის ფილოსოფია, ხო, ამ გუნდის და ეს ახალგაზრდები არიან აზარტულები. ანუ ის არ ჩერდება 2-0-ზე, არ ჩერდება 3-0-ზე, ხო? მას უნდა რომ ითამაშოს ფეხბურთი და შესაბამისად ეს ზენდა სწორედ აი იმ სანახაობას, რომელსაც ჩვენ ასე დანატრებული ვიყავით განსაკუთრებით ბოლო სეზონებში ლა ლიგიდან გამომდინარე რა. და ხანსი ფლიკმა ამას მიაღწია რომ ბარსელონა სანახაობას დგავდა. სულ, ანუ სეზონის მატჩები რო აიღო გამორჩეული ყველა შტო რომ უმეტესობაში ბარსელონა თამაშობდა და არა აქვს მნიშვნელობა წააგო თუ მოიგო, ხო, სანახაობა ყველა ვარიანტში იყო. მაგრამ მეორეს მხრივ ამასაც სულ ვამბობდით, რომ აი ამ ახალგაზრდულმა ასაკმა სადღაც შეიძლება ბარსელონას ისე ფეხი დაუდოს და უმთხუნოს, რომ ეს წაგება მერე გახდეს ძალიან მტკივნეული. თუმცა ეს ახალგაზრდობა იმიტოა კარგი, რომ ასეთ წაგებები უფრო ადვილად გადაგაქ. და მე იმიტომ რომ ფუნდამენტია ჩაყრილი ისეთი და ზუსტად იცი რომ აი ამ მარცხს ხო მოყვება მე ძალიან ბევრი გამარჯვება და ზუსტად იცი რომ აი ამ მარცხიდან ხო ეს ბავშვები ისწავლიან და მასწავლებელიც კარგი ყავთ, ეხლა ფლიკმა გააფორმა ბოლოს 27 სათვლით, ხო. 27 სათვლით, ხო გამორიცხული ამბავი იყო რომ ეხლა ფლიკისთვის ვინმე რამე ეთქვა.
მაგარი გარტყმული მწვრთნელია ფლიკი. თავის დროზე რო გაუშვეს გერმანიის ნაკრებიდან მაშინაც მეგონა რომ ცოტა ადრე გაუშვეს, კი, ცუდი სერია ქონდა იქ ამხანაგურები. მე მგონი შენ თქვი იმ დღეს რეპორტაჟზე თქვი თუ სწორად მოხსოვს შენ თქვი, ხო, იმიტომ რომ ცოტა თან ცუდად მოექცნენ, ხვდები, იქ ყველა თამაშის მერე გამოდიოდა მატეუსი, რომელიც მიწაშიდებდა ამ ფლიქს და იზახდა რომ ეს არის უარგისი, აბსოლუტური უცოდინა და არანაირი უარგისი და უცოდინა ყველა მწვრთნელის და ყველა გუნდის ცხოვრებაში ესეთი მომენტები დგება, ხო? ნუ კი, ვერ ითამაშა, თან გერმანია ხო ოფიციალურ თამაშს არ თამაშობდა. არა, ამხანაგურებს თამაშობდა და ეს რამდენიმე ამხანაგური მიჯრით წააგო, კი ბატონო, ხო? იქ განსაკუთრებით მტკივნეული იყო თურქებთან, ხო? ბერლინში, ხო და მაგრამ მაინც მგონია რომ ფლიკისთვის უნდა მიეცათ შანსი რომ გერმანიის ნაკრებთან ერთად ეთამაშა ეს ევროპის ჩემპიონატი. ძალიან კაი რო არ მიცეს. ხო, ეგ კი, მაგრამ საბოლოო ჯამში გერმანელებმა დაკარგეს ჩემი აზრით ნაკრებისთვის იმ მომენტში საკმაოდ კარგი მწვრთნელი, იმიტომ რომ შეცვლითაც ვერაფერი ვერ მოახერხეს საბოლოო ჯამში, ხო? ფლიკი წამოვიდა ბარსელონაში, იგი იყო ამბიციური, მას ჰქონდა დასამტკიცებელი რაღაცეები, ძალიან გარისკა, იმიტომ რომ სეზონის დასაწყისში გვახსოვს ხო ყველას, ანუ რამდენიმე ისეთი ფეხბურთელი გამოჩნდა ძირითად შემადგენლობაში, რომლის არსებობის შესახებაც შეიძლება ვიცოდეთ მე და შენ დაუშვათ პირობითად ვიზახი, ხო, ან ჩვენ სამმა, ხო, იმიტომ რომ რაღაცა ბარსელონასთან გვაკავშირებს, ხო, იქ ესპანურ თორე ფართო მაყურებლისთვის, ხო, კასადო ვინ იყო? არა, კასადო ხო, იამალზე კიდე იცოდა ბევრმა, იქიდან გამომდინარე ევროპის ჩემპიონატი იქონდა ნანახი და ასე შემდეგ და ყველა მიცოდა რომ ვარსკვლავია და უცებ აღმოჩნდა რომ ლამასიადან წამოვიდა ეს გადასარევი ოქროს თაობა, რომელიც ფლიკმა გამოიყენა ძალიან მაგრად. საბოლოო ჯამში აქ მაინც რა მოხდა, იცი რომ მოსაგები თამაში უნდა მოიგო და ბარსელონას უნდა მოეგოს სახლში ინტერისთვის. აღარაფერს ვამბობ მილანში მატჩზე, ხო? წუთნახევრით ადრე, რომელიც საბოლოო ჯამში გაჩერებიმ გაათანაბრა და ასე შემდეგ. და ეს არის სწორედ ეს ახალგაზრდობა, რომ მოსაგები თამაში უნდა მოიგო და ეს გამოცდილება არ ეყოს სწორედ აი ამ გუნდს, ხო? და ეს როგორ გითხრა, აი რო კარგად რო გაილახები რამდენიმე მაგარ თამაშზე რა და აი ეს მომენტი არ იყო, იმიტომ რომ რეალურად ეს ტიპები თამაშობდნენ პირველ ტურნირს თამაშობდნენ ასეთი და იმაში რა ქვია სანსიროზე შეიძლება დაუშვათ ის კასადო საერთოდ ყოფილა არასდროს თავის ცხოვრებაში და ისევე როგორც ჟუან მარტინი და ექტორ ფორტი და ასე შემდეგ, ხო? ანუ ტიპები პირველად გავიდნენ სანსირო სტადიონზე. ბარსელონას გულშემატკივრებს ვულოცავ ჩემპიონობაზე უფრო მეტად იმას რომ ეს გუნდი დაბრუნდა. ხვდები და საფუძველი არის ჩაღარილი იმდენად მაგარი, რომ ჩვენ მივიღებთ კიდევ უფრო მაგარ ბარსელონას. წესით არიგით ეგრე უნდა იყოს. ყველანაირი წინაპირობა არსებობს, ხო? ინტერი არის გუნდი, რომელიც წლებია ეს ამ სისტემით მოდის. ინზაგიმ აი ეს შექმნა იყო ფინალში, ვერ მოიგო, იქ ლუკაკუს თავში მოხვდა ბუთი ცუდად, მერე ფეხში მოხვდა ცუდად, მერე მოკლედ, კაროჩა ეს ლუკაკუ გაუშვეს. შესაბამისად, ეხლა უკვე ცოტა ნორმალ ლუკაკუს გარეშე, ცოტა უფრო ნორმალურად გამოიყურება. და ეგაა ძალიან მნიშვნელოვანი ბოდიში რო ჩაგერთვე, ანუ ფინალს ითამაშებენ ის ტიპები, ვინც 2 წლის წინ ითამაშა ფინალი 1 და 2 ტიპის გარდა რა. ეგ არის. გუნდი ბირთვი იგივეა რა. გაილახა. სურამი და ზომერი არისმენ, რა. ხო. გაილახა ინტერი სიტისგან, ხო იქ როდრიმ გოლი შეაგდო და ასე მერე ვერ გაათანაბრეს, ამას ვეძახი მე გალახვას. მიიღეს ეს აუცილებელი გამოცდილება და შესაბამისად ისევ ფინალში არიან, ხო? წადი ახლა შენ და მოუგე ამ ინტერს, რომელიც ამ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ისე თამაშობდა, რომ 13 წუთი აქვს მარტო ისეთი, რომ ესა რა ქვია, აგებდა თამაშს სრულობაში, ხო? ანუ შეუძლებლად კარგი გუნდია. კი, ცალსახად. რო არ გონია ინტერისგან, რომ კარგი შეიძლება იყოს, ხო, მთელი ამ პერიპეტიების მერე, რაც ინტერს მოსდევს და სულ დაუშვათ ეს ლუზერის შლეიფი ქონდა, რაც არ უნდა ფული იდებოდა, რაც არ უნდა დაუშვათ ფეხბურთელები ეყიდა და ასე შემდეგ ასე. მოვიდა აგერ ეს კაცი ინზაგი და შექმნა რა ეს სისტემა შექმნა სრული სისტემა და ანუ თან რა ფეხბურთელები შექმნა, ხო? აი ეს ამბავი, რაც ახლა ინტერში ხდება, რაღაც მაგონებს მაურინიოს ინტერს, იმიტომ რომ მაურინიომაც ადგა და რო ნახო ის შემადგენლობა, რომლითაც ითამაშა ინტერმა ფინალი, ხო, აღმოაჩენ რომ და იმ სეზონს რო გადაავლო თვალი, აღმოაჩენ რომ 5 ახალი მოთამაშე ყავს. წინა სეზონისგან განსხვავებით, როცა მაურინიო არ იყო ინტერის ფავორიტი და ამ 5-დან 5-ვე იყო გუნდიდან გაშვებული სხვადასხვა გუნდიდან. ლუსიო მოიყვანა, რომელიც ბაიერმა გააგდო. და მაურინიოს ხელში მაშინ გადაიქცა საუკეთესო ცენტრალურ მცველად, ხო? და აი ეს ამ კუთხით ცოტა პარალელს ვავლებ აი ამ ინტერთან, მაურინიოს რაც ინტერი ყავდა. თუმცა სტილისტიკურად აბსოლუტურად განსხვავებულები არიან
და თუ შევადარებ, შესაბამისად სტილისტიკურად განსხვავებულები არიან ძალიან. მაურინიოს ესეთი ფეხბურთი არ უთამაშია ინტერთან ერთად, ასეთი პროდუქტიული მე ვიტყოდი რა მაინც. და ინზაგის ინტერი არის აბსოლუტურად სხვა. მას ყავს გამოკვეთილი მაურინიოს გუნდში რა იყო, ხო? მაურინიოს გუნდში არ იყო ესეთი რაღაცა რო იტყვირო, რაღაცაზე დგას, ხო? ინზაგის ინტერში არიან ფეხბურთელები, რომლებზეც დგას ინტერი რა. რამდენიმე ფეხბურთელი არის ინტერში, რომელზეც ეს ინტერი დგას და ეს მოთამაშეები თუ მწყობში ეყოლა ინტერს, მე მგონია რომ არის ფავორიტი. მეც საინტერესო მოსაზრება. თან ზუსტად ეგ მაგალითი მომყავდა, აი ყველას მეგობრებთან რო ვსაუბრობ და რო განვიხილავთ ამას, ყველას მაგას ვეუბნები, რომ ინტერმა 2 წლის წინ აფინალით წააგო როგორ სიტისთან, ეგეც ძალიან მნიშვნელოვანია. ყველაზე მე სიტიზე მომდი, რომ იმ ბარსელონას მე ყველაზე ძლიერი გუნდია, რაც კი მინახავს. მართლა ეგრე იყო და დაჩაგრეს თან თამაშით, მაგრად და წეგარო ახსნა ლუკაკუმ ერთი 3 ბურთი იმენა არ გაიტანა, ვერ კი არა, არ გაიტანა. ხო? ნაპოლიც მოდი ვთქვათ, რომ ყვარასდროინდელი ნაპოლი ბევრად ძლიერი იყო. ის ნაპოლი ძალიან ძლიერი იყო. უფრო სანახაობრივიც იყო და აი ამ სერიაში რომ ბოლო ტურის წინ ნაპოლი ალბათ გახდება ჩემპიონი. იცი რა არის? ძალიან უცნაური არის მეუცნაურება ეგ მოცემულობა რა, რომ ესეთი ინტერი სერიას ვერ იგებს. PSG არის ფინალში გასული და PSG მოიგო ჩემპიონატი მე მგონი 4 ტურით ადრე, თუ 5 ტურით ადრე, ხო? ანუ ეგრე 6 ტურით ადრე. ხო, ეგრე წარმოგვიდგენია, რომ მაგისი მოწინააღმდეგე ვინც არ უნდა იყოს ესევე. ოღონდ ეს ხო ასე არ ხდება, ხო? ანუ ის სერია იმდენად რთული ტურნირია, რომ აი ეს ინტერიც კი ვერ ახერხებს ამის გაკეთებას. ყველა ვერ არის Manchester City-ც. ხო, ანუ ინტერი არ არის Manchester City, აგა ადგა და მოუგო City მის ფინალი, ხო? ჩვენ რო გავიხსენებთ. ანუ პრეტენზია, როდესაც გააქვს იმაზე, რომ შენ მოიგებ ჩემპიონთა ლიგას, იგებ ჩემპიონატს, ხო? იქ თასს საერთოდ არ იყო, ხო? ფინალამდე ვერ მივიდა ეს ინტერი. ანუ ამის პრეტენზია, როდესაც გააქვს, მოდი ვთქვათ, რომ ინტერზე ძლიერი უნდა იყო. კი ბატონო, PSG სიმპათიურია უფრო, იქ რაღაცა გამქცევი ფეხბურთელები, ხუჭას, ხო, ხუჭას მოდი ცოტახანი ყველგან სადაც როცა PSG-ს ვლაპარაკობთ, დადებითი კუთხით ხუჭა იგულისხმება. ხუჭას მომენტი, გამქცევები, მომტყუებლები, იქ ვიტენია, იქ დემბელე, იქ ის არა ქვია, იქ დონარუმა სასაუბრო ფორმაში ხო, ფაბიან რუისი რომელსაც ღაპარი გოლი შეაგდო, ხო, არსენალთან. მაგრამ, ხო, ეს მაინც გამოცდილების თვალსაზრისით ამ ინტერს ბევრად ჩამოუვარდება. ხო, იმიტომ რომ იქ რაღაცა ჩალხანოღლუ მჭამელი მოედნის ცენტრის, იქ დიმარკო, რომელსაც იამალთან კი გაუჭირდა, მაგრამ მუშამხითარიანი, რომელიც არ ჩერდება ლაუტარო. შესაბამისად, ხო, ბევრი ფაქტორი არის აი ამ ჯახში ისეთი რომელიც ძალიან ყურადღება მისაქცევი იქნება, აი კონკრეტული ტიპების დაპირისპირებები, ხო? იქ იამალი და დიმარკო იყო, ხო? აქ დაუშვათ შეიძლება ხვიჩა და დიმარკოს ამბავი იყოს, თუ ხვიჩა მარჯვენა ფლანგზე აღმოჩნდა, ხო? მოუწევს გადასვლა, ხო? ან როგორ აწყობს ინტერი, როგორ აუღებს ალღოს აი ამ ძალიან მოტრიალე და მოძრავ სამეულს, ხო? იქ ნახევარდაცვა არის. მე მეშენია ნახევარდაცვის. იმიტომ რომ არ არიან რა ეს პორტუგალიურ, ესპანური ნახევარდაცვა არ არის აი ფიზიკურ ორთაბძოლო. ო, აი მაგას ვიძახი რა, იქ რო ჩაებღაუჭება ის ჩალხანოღლუ იმას, ხო? იმ ვიტენიამ შეიძლება ბურთს საერთოდ ვერ მიიღოს წესიერად, ისე როგორც მაგას უნდა რომ მიიღოს რა. საფეხბურთო რაღაცა სრულწლების მჯერა. ხო. ანუ ზოგადად სრულწლების არ მჯერა, მაგრამ საფეხბურთო ასეთები რაღაცების მჯერა, იმიტომ რომ რამდენჯერაც ეს რაღაც ყოფილა ყოველთვის გაყოლია ეს თემა ამ სრულწლებს. ხო, მაგრამ მე იცის ამაზე რა იმის რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალს ყოველთვის იგებს უკეთესი გუნდი. ამ ეტაპზე როგორც სანდრო მილოპარაკა, ჩემთვისაც PSG ბევრად უფრო სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობს, ჩემთვის და ძალიან მომწონს. მაგრამ სანახაობრივი და უკეთესი ორი სხვადასხვა რაღაცა. არა, გეთახმები, მაგრამ ტაქტიკურ ინტერი თამაშობს ძალიან ტაქტიკურ ფეხბურთს. ან ინტერ შეუძლია, ინტერმა თუ ერთი სწრაფი გოლი გაიტანა, მე უკვე ძალიან რთული იქნება. PSG-თვის აი ძალიან რთული იქნება ფინალის მოგება. რავი, ეხლა ერთ რამეს გეტყვი კიდე რა, მე ლუის ენრიკე როგორც მწვრთნელი ინზაგის მირჩევნია. მეც. ხდები, იმიტომ რომ უფრო მრავალმხრივი მგონია. ანუ არ არის და ეთყობა კიდე ხო გუნდებს. ხო, ანუ ლუის ენრიკე არის თავისუფლების მოყვარული ტიპი, რომელიც ფეხბურთელებს თავისუფლებას აძლევს, რომელმაც შეკრა გუნდურობა და აყენა პირველ ადგილზე, ოღონდ ისე, რომ აი ეს მოთამაშეები, ხო, ვინც არიან ეს ბარკოლა, დემბელე, ხვიჩაზე მაგ პირველ რიგში ლაპარაკი, ხო,
არ შეზღუდა. ოღონდ ყველას და ასწავლა რომ გუნდია მთავარი. მან მიანიჭა თავისუფლება თავის შემტევებს თან აგრძნობინა ყველას რომ გუნდი არის მთავარი, ამიტომ მე მგონია რომ და მრავალმხრივია უფრო. ამიტომ მე მგონია რომ ლუის ენრიკე პრინციპს ჩემთვის უფრო მისაღები მწვრთნელია ვიდრე ინძაგი. ეს არ იქნება ის თამაში, რომელიც PSG-ს აქამდე ნათამაშე, იმიტომ რომ უყურე, ლივერპული ყავდა, რომელთანაც აი ეს ამბავი მოსულა. პრემიერ ლიგა მოიგო პრაქტიკულად PSG. ეს ამბავი მოსულა, ხვდები, არ გიკლავს თამაშს ლივერპული, არ ფეხზე არ გაზის მუდმივად 90 წუთის მანძილზე, ხო? არსენალი ყავდა, ზუსტად იგივე, ხო? ეს თამაში მოსულა არსენალთან და ასტონ ვილა. იგივე. ხო, იგივე. ოღონდ ყველაზე მეტად განსხვავებული მაინც ამეებისგან, ხო? მაგრამ ეს თამაში ასტონ ვილასთანაც მოსულა, ზოგადად ინგლისურ კლუბებთან ეს თამაში მოსულა და აქ ცოტა უფრო ძნელი იქნება უკვე რა. იტალიურ გუნდთან ეგრე ვერ იმასიზავ რა. დემბელეს რო რაღაცეები გამოზდის, ხო? ინგლისურ გუნდებთან იტალიურ დემბელეს ვაფშე რაღაცა გამოზდის საოცრება, მაგრამ ხო და იტალიურთან ეგრე არ გამოუვა რა, ეგრე მარტივად. როგორ შეიძლება ფინალში გუნდი, რომელმაც თქვა რომ მე აღარ მაინტერესებს პრემიერ ლიგა, იმიტომ ჩემი თავარი ამბავი არის ევროპა ლიგა და ტიტული უნდა მოვიგო რომ გადავჭე და გავიდე ჩემპიონთა ლიგაზე, დომინირებს მთელი თამაშის განმავლობაში ისე, რომ ერთ კომბინაციას ვერ აკეთებს და სახიფათო მომენტს ვერ ქმნის. ანუ ეს რა არის საერთოდ? ანუ რა ხდება მანჩესტერის თავს? აი მართლა ვერ სანდროობას უცხო გუში წავკითხე რაღაც ფინალის მერე ბლიჩერმა გაიხსენა რომ 2022-ში რონალდო და მანჩესტერთან ეს გუნდიო ვერაფერს ვერ მოიგებსო და არ გეგონოთ რომ აქ პრობლემა ფეხბურთელი ან მწვრთნელი არისო გუნდის სისტემაში არისო ძალიან სერიოზული პრობლემაა რისი გაგებაც არ უნდათ და სწორედ ამიტომ მე მივდივარ ამ გუნდიდან და წავიდა ეგ ერთი მაგრამ შეხედე თითქმის მთელი თამაშის განმავლობაში გუნდი რომელიც უტევს როგორ შეიძლება რომ ყველა შეტევაში აწუდიდე და კომბინაცია არ კონდეს მე მგონია რომ მართლა მწვრთნელების და ფეხბურთელების პრობლემა არ არის მაგ გუნდში რა გონია რომ რაღაცა ზემოთ აი გლეიზერები და ერთი კიდე პრობლემა რაც არის რომ სტაფის წევრებს არ გამოუყვეს რაღაცა ეგეც ხო მოქმედ ეგეც ხო აისახება გუნდის იმაზე რა ბუნებრივია ჩემთვის პასუხი გაეცა თამაშის მერე ყველაფერს რა კუტი რომერო დაასახელებს მათი საუკეთესო ფეხბურთელად დამთავრდა ცენტრალური მცველი კი ბატონო ძალიან მიყვარს იმიტომ რომ არგენტინელია კარგი მცველია ოღონდ მანჩესტერი რო თამაშს აგებს და შესაბამისად რომ უნდა სულ შეუტიოს მრავალფეროვნება რომ უნდა იყოს და ამ დროს ხო ამ ვითარებაში შენ რო ასახელებ მათი საუკეთესო ფეხბურთელად ცენტრალურ მცველს იქ მანჩესტერის ამბავი დამთავრებულია. როგორ გითხრა, მე მანჩესტერი ვიცი, რა ქვია, ბექჰემიანი და სკოლზიანი და შერინგემიანი, როცა აი მერე უკვე შემდეგ პერიოდში ხო, კრისტიანუ და ასე შემდეგ და ასე, როცა მართლა აი გადაჯეგვაზე იყვნენ, რომ მოდიოდა და ეს იქ რა ქვია დიალო და დალო ჯერ ვერ გავარჩიე ერთმანეთისგან, იმიტომ რომ ორივე ერთ ფლანგზე თამაშობს და გვარი უგავს ერთმანეთს და ხან დიალოა და ხან დალოა და საბოლოო ჯამში არც ერთი არ ვარ გაარაფრა. ცენტრალური თავდამსხმელი არ შეიძლება რომ მანჩესტერ იუნაიტედს ყავდეს ჰოილუნდი. წარმოუდგენელი ამბავია, ხვდები, ბერბატოვი არის ერთ-ერთი რომელიც თბილისში იყო აგერ და იმას კი არ ვამბობ რომ რაღაცა ის იყო რა ქვია სოფლიო დონის ვარსკვლავი, მაგრამ 10 ჰოილუნდი და 1 ბერბატოვი რო დააყენო ბერბატოვი მირჩევენ. ნისტელროის ფერგუსონი ყიდულობდა 3 წელი. იმიტომ რომ ერთხელ დაბრაკეს ჯანმრთელობისთვის ვერ გაიარა ტესტი, მერე წავიდა მეორეჯერ ჩააკითხა, მეორეჯერ მოიყვანა და ყიდულობდა იმიტომ რომ ბურთების უმეტესობას იღებს სახით კარისკენო. ანუ აქედან აწყო რომ ნისტელროი მაგარი ფორვარდიაო და ჰოილუნდი სახით კარისკენ კი არა ვაფშე ვერ იღებს ამ ბურთს. ვერანაირს. ვერ სახით კარისკენ, ვერ ნახევარბრუნში და ვერ ზურგით კარისკენ და ამორი მივიდა და ვინ დახვდა გუნდში? ხო, ვიზეს ვლაპარაკობდით, ხო? საბოლოო ჯამში და ამ ფეხბურთელებმა პრემიერ ლიგა რატომ უნდა მოიგონ? ვინც ახლა მანჩესტერშია? რა მოიგონ? ის სამი გუნდი რო არ ყოფილიყვნენ გავარდებოდა, ხო? ან საერთოდ რამე რატომ უნდა მოიგოს? ან ის ფინალი რატომ უნდა გასაგებია რომ არც ტოტენჰემში არის რაღაცა ის თანავარსკვლავედი მსოფლიო ფეხბურთის, მაგრამ ის ერთი თამაში ადგა და მოუგო ამ ტოტენჰემმა რა ის ერთი თამაში. ამორიმს კი არაფერს არ ვერჩი. სუდი მწვრთნელი კი არ არის. ოღონდ მოიყვანო ლისაბონის სპორტინგიდან პირდაპირ მანჩესტერ იუნაიტედში, ხო? სადაც იქ მთელი ამბავი იხარშება, ხო? ცალკე სამყარო არის იქ ფეხბურთელები, მათი ხელმძღვანელობა და უშუალოდ კლუბის ხელმძღვანელობა და ასე. ანუ შენ ტოპ ტრენერი უნდა მივიდეს.
ხო? მე ამ ტოპ ტრენერმა უნდა ადგენს და მიიყვანოს ტოპ ფეხბურთელები და არა 107 წლის კაზემირო, რომელიც რეალმა გაუშვა, ხო? და ახლა რეალი რო ფეხბურთელს გაუშვებს, ადვილი წარმოსადგენის ფეხბურთელი არის ლიმონივით გამოწურული, ხო? დამთავრებული ამბავია, ხვდები, ანუ არც ფეხბურთელი ყავს, არც მწვრთნელი ყავს. ყავს ერთი გულშემატკივარი გადარეული, რომელიც ხანიცინის და ხანტერის და ვეღარ გაიგო რაკნას. ხო? ტრიბუნებს რო უყურებთ გულში და მორჩა და იმდენად სულელური თამაში იყო, რომ რა ქვია, მედლები დააკლდათ იმ ტოტნჰემის ფეხბურთელებისთვის, კაპიტანს და ორი ვიცე-კაპიტანს медали არ ჩამოკიდეს იმაზე, რა ქვია და მაგითი მორჩა და კუტირომე რო დაასახელეს ნაჩვენებად საუკეთესო ფეხბურთელად. მორჩა დასრულდა მანჩესტერის ამბავი, თავი ძირფესვენ და მე იმან რა ქვია, ფაბრიციო რომანოზინას კითხულობდი. ამორიმა თქვაო, რომ მე კი არ მივდივარო, მაგრამ თუ გამაგდებენო კომპენსაციას არ მოვითხოვო. ხვდები, ანუ ეს ტიპი იძახის რომ არც კომპენსაცია მინდა არაფერი არ მინდა თუ გამიშვებენ გამიშვენ და არ უნდა ამ კაცს იმიტომ რომ მიხვდა რომ სხვაგან არის ვაფშე რა არ არის ეს ის სფერო რომელშიც იგი ჯერ ყოველ შემთხვევაში ჯერ რონალდო მართალი აღმოჩნდა კი ნაწილობრივ კი არა დიდწილად მართალი არის და ჭირდება ამ გუნდს მწვრთნელი ჭირდება ამ გუნდს ფეხბურთელი ისი რა მეინტერესებს ან რომ თავარი რაც მეინტერესებს თქვენი თაობის კომენტატორ, ანუ ეხა ტენდენციაა რომ სულ აი ანდრო ხელაძენი ტაფსონა, სულ პატარა, ტაფსონა რაღა პატარა, ანდრო ეხა ჩემ ხელა 25 წლისაა და სულ პატარა ბიჭები წამოვიდნენ აი ამ სფეროში და აი რას ამჩნევ შენ აი რა არის განსხვავება, აი რა სიახლეები შემოიტანეს ამ სფეროში მაგათმა თქვენგან განსხვავებით, თქვენი თაობისგან განსხვავებით და ნუ შენზეც რომ ცოტა ვილაპარაკოთ, რამდენი წლიანი სტაჟი გაქვს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მე დაახლოებით მაგათ ხელა ვიყავი. ხო, როცა ვიწყებდი. და მაშინ არ იყო აი ამ ხელა თავისუფლების მინიჭებას, ხო, საკუთარ თავისუფლებას ვერ ვაძლევდი რა. ესენი არიან უფრო ლაღები, უფრო თავისუფლები და როგორც ხდება რა, ანუ აი ეს თაობის მოსვლა, ახალი თაობის მოსვლა, ხო, სულ ახლა კარგია ყველა თვალსაზრისით რა. მათი ეს დრაივი და მათი აი ეს თავისუფლება და მათი ეს ხალასი დამოკიდებულება ხო ბევრი დაუშვათ კარგის მომტანი არის ხო ის რომ ამხელა კონკურენცია არის უკვე ხო ესეც მხოლოდ და მხოლოდ კარგი ამბავია ხო რა ვიცი მე რომ დამეწყო მაშინ როცა ანდროს ხელა ვიყავი მე რომ დამეწყო სიმღერა ეთერში ხო ანუ ამას ვერ გაურისკავდი ვერცერთ შემთხვევაში და არასდროს აზრად არ მომივიდოდა მაგრამ ეს ტიპი ამით არის გამორჩეული მოგწონს არ მოგწონს ეს ცალკე ამბავი მაგრამ გამორჩეული ხო არის ანუ ვიღაცებს ხო მოწონთ ხვდები და ეს კარგია იმიტომ რომ მრავალფეროვნება შემოიტანა რა და ეს მრავალფეროვნება არის შესაბამისად ის რაც საბოლოო ჯამში არის ეს დრაივი რა რომ ანუ ბევრი უნდა იყოს და მე შენ შესაბამისად რაღაცას აირჩევ, რაღაცა მოგეწონება, რაღაცა არ მოგეწონება, ვიღაც რაღაცას ეთქვი, ვიღაც რაღაცას არ ეთქვი, ხო? ანუ პირველ შეხება მქონდა ტატოსთან და აი ამ სილკის ბიჭებთან რა. და იმდენად მევასებოდა, ხვდები? და იმდენად მომწონდა ეს ამბავი, რომ ანუ აი არიან ადამიანები, რომლებთანაც ერთად ხო იმას თავისი ხედვა აქვს, თავისი შეხედულებები აქვს ის ხო მრავალფეროვნებას გძენს და შენც მე ნელ-ნელა ამათ იმაში რა ქვია საინტერესო ხდები რა ბევრად უფრო ჩემთვისაც საინტერესო ხდება იმედი მაქვს იმისთვისაც საინტერესო ხდება ხო ჩემთან ერთად რეპორტაჟი წაყვანა და ასე შემდეგ და ეს ავსებს ერთმანეთს და ვიღებთ ფეიერვერკს ძალიან კარგს კიტეს იმაზე რა პორტუგალიაში იმაზე მინდა კითხვა 2015 წელი ხო 15-ში 19 წამდელებს საქართველოს პორტუგალია და პორტუგალია პენალს გვიტყავს და შენ ძახი რომ კიტეიშვილი გოლ და გეგონა რომ ჩვენ შევაგდეთ გოლ რა თქმა უნდა საჭირო არის ამ პენალტის გამოყენება კიტეიშვილი არის ბურთთან 1-0 ძალიან ზუსტად ძალიან კარგად შეასრულა კიტეიშვილმა ეს პენალტი და უკვე თამაშის მეოთხე წუთზე საქართველოს ნაკრები დაწინაურდა კიტეიშვილის მიერ გატანილი გოლის წყალობით. აი რა მოხდა მან ძალიან მაინტერესებს. სადღაც მაქვს რაღაც მოსმენილი, მაგრამ ეს დეტალურად დავიწყოთ იქიდან რომ ეგ საერთოდ არ იყო ჩემი თამაში. ხო. მე რო სტადიონზე მივედი, აი ესე უცებ რაღაცები მომაჩეჩეს, короче, ხელში მათ შორის შემადგენლობა დამხვდა მონიტორი, რომელიც აი ამ ტელეფონზე ოდნავ დიდი იყო. ბიჭო, ანუ მურტალი ადგილი არის რაპონში, იცი რომ კუთხეა და სტოლბაა. და კარგად არ იმაშვება, რა ქვია, არ ჩა. ხო და ეს თამაში რომ დაიწყო, ხო, ანუ და ეს შემადგენლობა მომაჩეჩეს იმითი, რა ქვია, ხელნაწერი, короче, და მიწევს ინტერნეტში, იმიტომ რომ შემადგენლობას რო იზახი, ხო, ამ პორტუგალიის შემადგენლობას რო ამბობ
ყველა ვარიანტში ყურადღების გამახვილება გჭირდება გუნდზე, ხვდები? იმიტომ რომ იქ ბენფიკა, სპორტინგია და პორტო ამაგას იმაშვები. წინა თამაში საქართველოს ნაკრებმა ითამაშა მოკლედ მეორე ფორმით რა. და ეს მაგ ჩარჩენილი, короче. და აი ეს პენალტი რო იდება მაგ დროს მე ანუ წინა ამბავი არის რომ მე ვკითხულობ შემადგენლობას პორტუგალიის. და ეს პერიფერიული ხედვით რომ იმაში იმიტომ რომ ამ მონიტორს აზრი არ აქვს, ხვდები თან შავ-თეთრია. ხო და ამ პერიფერიული ხედვით რომ უყურებ, короче და ურთხავს და ნომერი და ის და იმ მეტი აღარაფრის აღარ შემიხედია, ხვდები? короче და იმ შავ-თეთრ მონიტორში არ ჩანს ის ფერადკანიანია თუ ეს არის, რა ქვია, თეთრკანიანი. მარტო ნომერს ვაფიქსირებ და ეს ხო გარნიტური ხო გიგეთ, მაგრამ აქ იმას რა ქვია, მარცხენა მხარეს ისინი იჯდნენ, რა ქვია, ფანები იჯდნენ რა და ის მესმის რომ უარი ხა და აქ უკვე მივხვდი ზუსტად რომ შემეშალ კიდე რო არის. ხო და ნუ მე მაგაზე ეს რა ქვია, რაღაცა ნუ მაქსიმალურად რამდენად შესაძლებელი იყო ეს გამო. ოღონდ გამოვიდა საბოლოო ჯამში, ეხლა კი არ მოვიტყუები რომ ადვილი იყო მეთქი, ახლა რანაირად იყო ადვილი, ნახავ არ მოგვეღანა მაგინა, მაგრამ საბოლოო ჯამში ჩემთვის გამოვიდა კარგი. ხვდები, იმიტომ რომ ამ ამბავმა მომცა საშუალება რომ ნუ სხვა რაღაცებზე გამეკეთებია უკვე სამსახურეობრივი თვალსაზრისით ისა რა ქვია რა აქცენტი რა და ერთი რამდენიმე წლის წინ იყო ანუ კიდე ყავდა სტუმრად რა და ესა სურათი მაგადაღებული და აკრას ეგ მივაწერე რა რომ მეთქი ამ კიდე არც იცის მეთქი რა კარგი როლი ითამაშა ჩემ ცხოვრებაში თქო რა იმიტომ რომ ეგ იყო რა რომ აი იმ ორგანიზაციიდან უნდა წამოვსულიყავი რა ყველა ვარიანტში და ხო იცი როგორ არის რომ მაინც ვერ უბედავ რა მაგ ამბავს საკუთარ თავს რომ ისო მაგრამ ნუ მე ირკვევა რომ წახვედი ბევრად უფრო მაგარი ამბავი რა თურმე კარგი ყოფილა მადლობა კიდე მადლობა პორტუგალიის ფეხბურთს და ის იყო კიდე ძალიან მაგარი Facebook-ში იყო ეგ ამბავი რა რომ ეს რა ქვია რაღაცა ეს ერთ-ერთ პოსტზე იყო კიდეს მინაწერი რომ ეს თავის დროს რომ ბოდიში სანდრო რომ გამიშვენ და მაგაზე მაგრას მიხარდეს თავის დროს ის ვთქვათ რომ წლების განმავლობაში ჰექტორ ოკუპერის და ტოპ მიოლერის მწვრთნელობის პერიოდში შენ იყავი ნაკრების პრესატაჟე ხო ფედერაციის პრესცენტრი ორივე იყო თავის საქმის უდიდესი პროფესიონალი თუმცა მიდგომა ჰქონდათ სხვადასხვა აი როგორ სხვადასხვანაირი მიდგომა ჰქონდათ იცი მაგალითად კლაუსის დროს ხო დინამო სტადიონზე მაშინ პირველი მცდელობა ჰქონდა დინამო სტადიონს დამონტაჟდა აი ეს სისტემა რომელიც ითვლის ვინამდენი ირბინა ვინამდენი თაჩი გააკეთა და ამის ყველაფერს ანალიზირდა მე იგზავნებოდა როგორც მახსოვს ავსტრიაში და ავსტრიიდან ჩამოდიოდა პასუხები რა და შესაბამისად კლაუსი ცდილობდა თამაშისთვის მომზადებას გათვალისწინებით იმისა, ვინ იყო მისი მეტოქე და ამას არჩევდა, რომ მის გუნდს როგორ უნდა ეთამაშა. კუპერი იყო სხვანაირი. კუპერი ამბობდა, რომ ვინც არ უნდა ჩამოვიდეს აქ, ამ გუნდმა თუ თავისი ფეხბურთი ითამაშა, ამას წინ ვერ დაუდგება ვერავინ. ტაქტიკური ვარჯიში ჰქონდა ორივეს ძალიან დატვირთული, აი ძალიან დატვირთული. ეს გარჩევები თამაშების და ასე შემდეგ, აი რასაც უსტანოვკას რასაც ეძახიან რა ბოდიში იმის სლენგისთვის, ეს იყო ასევე ძალიან განსხვავებული, იმიტომ რომ მან ორი სხვადასხვა ამბავია რა, ამ იმაზე რა ქვია, ამ ეგრეთ წოდებულ უსტანოვკაზე, არ ქართული შესაძლოა ვერ მომიფიქრე. ან არის ვარიანტი რომ გუნდი არ უნდა გადაღალო, ანუ ბევრი ფრაგმენტი არ უნდა ანახო რომ და ტვინი არ უნდა დაღალო. და არის მეორე ამბავი რომ დაუშვათ მაქსიმალური ინფორმაცია უნდა მიაწოდო რა. კლაუსის დროს მე და ჩემი მეგობარი ჯაფარა გიორგი ჯაფარიძე ვიჯექით და კლაუსი გვაძლევდა ხოლმე ტაიმკოდებს თამაშების და რამდენიმე თამაში ქონდა ხოლმე სხვადასხვა მეტოქის რომელიც ყავდა და აი ამ ტაიმკოდებზე მუშაობ ანუ ამებს ვამონტაჟებდით რა ეს იყო ერთ-ერთი ჩვენი ფუნქცია რაც ვაკეთებდით რა და თან ეს ტაიმკოდს რო გაძლევს ეს ტაიმკოდი არ გეკონოს რომ გოლია ან რაღაცა უცებ რაღაცა უყურებ მომენტი არის რომელიც შენ არაფერს არ გეუბნება რა მაგრამ 15 წამი იმისთვის მნიშვნელოვანია ხო ხო შენ ვერ ხვდები იმიტომ რომ ეხლა მე რო ხვდებოდა იმას რა უდევს ტვინში მაშინ მე ვიქნებოდი კლაუსი ხო მაგრამ შესაბამისად ვერ ხვდები ამ ამბავს რა უნდა იმას და ამ რაღაცა
შენთვის უაზრო 15 წამიან მონაკვეთზე ზიხარ და უყურებ და ნეტა ამას რა უნდა. თავიდან აზარტული იყო, რომ მიხვდები თუ არა, მაგრამ მე მოგგვესდება, იცი რა, იმიტომ რომ 10-ია ეგეთი და აბსოლუტურად არაფერს მთქმელი მომენტი შენთვის რა. ანუ აი ეს მიდგომები ქონდათ აბსოლუტურად სხვადასხვანაირი რა. და შესაბამისად ორი ამიტომ ვადასტურებ აქ რომ ორივე ძალიან მაგარი პროფესიონალი იყო, ორივეს ძალიან მაგრად უნდოდა საქართველოს ნაკრების წარმატება, მაგრამ ნუ სამწუხაროდ ახლა კუპერის წავიდი თამაში ვერ მოიგო. ხო, აბა. ერთ-ერთი თამაში მოიგო აი ისა უელსში. ომიანობა იყო მოკლედ რა, რუსეთთან მოიგო და უელსში მაშინ მოვიგეთ, ვაგებდით იმ თამაშს და მოვიგეთ საბოლოო ჯამში. აი ეს არის ერთ-ერთი თამაში ამხანაგური, რომელიც კუპერს მოგებული აქვს. უღრმესი მადლობა, რომ იყავ ჩვენი სტუმარი, მაგრამ არ გიშვებთ, იმიტომ რომ ერთი უნდა ვითამაშოთ. შენ როგორც არგენტინული ფეხბურთის მოყვარულს მესამე ბლოკში ავხსნი თუ რა თამაში გვაქვს. სანამ წავოთ მესამე ბლოკში. ბიჭო, მაცადე ხოლმე. იმიტომ რომ ეგრევე იმას იმშვიდობები და მესამე როლი. სანამ წავოთ მესამე ბლოკზე, გამოიწერეთ ჩვენი არხი, გამოვყვებით YouTube-ზე, Facebook-ზე და TikTok-ზე. მოიწონეთ ეს ვიდეო, დაგვიკომენტარეთ და მოკლედ გამოვყვებით რა. წავედით მესამე ბლოკში. სანდრო, მოკლედ ესეთი მესამე ბლოკში ესეთი თამაშია. რადგანაც არგენტინა არის შენთვის განსაკუთრებული სიყვარულის ობიექტი, 10 არგენტინელი ფეხბურთელი ჩამოვწერე, გიკარნახებ სათითაოდ, გეტყვი ამ ფეხბურთელების სახელგვარებს და შენ უნდა გადაანაწილო ათეული, ოღონდ არ იცი შემდეგი ვინ იქნება. კლაუდიო კანიჯა პირველი. მეხუთე. ფერნანდო რედონდო. მეოთხე. კემპესი. მესამე. რობერტო აიალა. მერვე. ერნან კრესპო. მეექვსე. გაბრიელ ბატისტუტა. ნუ აი იქიდან ის ორი ყველა პონჩი იქნება და ამიტომ რომელი დარჩა მეშვიდე. ანხელ დი მარია. სად არის მეცხრე? მეცხრე დი მარია. ხუან რომან რიკელმე. მეორე. გონსალო იგუაინი. მეათე. პირველზე ვინ გავიდა, იცი? ფერნანდო გაგო. ეგ არ მოსულა რა პონტია. სანდრო ცნობილაძე იყო ჩვენი სტუმარი, დაგემშვიდობებით და მოდი შენც უთხარი რომ გამოიწერონ ეს არის. გამოიწერეთ აუცილებლად ძმების პოდკასტი, ძალიან საინტერესო საყურებელი და ძალიან მნიშვნელოვანი არის, მე მგონი ყველა ასეთი წამოწყება, იმიტომ რომ ემსახურება სპორტის უფრო მეტ ცოდნას, ფეხბურთის უფრო კარგად ცოდნას და შესაბამისად ბევრ კარგ რამეს, რომელიც არის ფეხბურთში და სპორტში. უღრმესი მადლობა. დაგემშვიდობებით. კარგად.